ცივი იქნება ფანტასტიკური. მე თბილიც მოწონს. არა, ცივი იქნება გადასარევი. თუ ვინმე დააცა და გაციერა. მე დავაცდი. ეს რა კეხრატუნა. გამარჯობა, მე ვარ მარგო. მე ვარ ნინო. დღეს უნდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან საინტერესო ნამცხვარი, რომელიც გაკეთდება ორ ეტაპად. ანუ ჯერ გავაკეთებთ შიგ-თავს და შემდეგ გავაკეთებთ უკვე ნამცხვარს. მოკლედ, ბევრი რომ არ საქმე გველის ლაპარაკოთ, ეს იქნება ლიმონის ნამცხვარი, რომელსაც ექნება შიგნით ლიმონის კრემი, იგივე ლიმონის კურდი ქვია რატომღაც ქართულად კარგად არ ჟღერს, მაგრამ ესე ქვია, თუ რამე უკეთესი ვერსია გაქვთ ვარიანტი. დავიწყოთ. ლიმონის კურდი კეთდება ორთქლის აბაზანაზე. ეს არის უფქვილო და უსახამებლო კრემი. არის ძალიან მსუბუქი, ოდნავ ლიმონის არომატი ექნება, რა თქმა უნდა, მკვეთრად, ოდნავ კი არა და მკვეთრად. და ეს არის ხოლმე რაღაც კრემების ბაზათაც შეიძლება გამოიყენოთ. და უნდა გავაკეთოთ თქვი, იმიტომ რომ არ გამიკეთები არასდროს. კარგი. ჩვენ უნდა აურიოთ კვერცხი, თლიანი 3 ცალი, მაგრამ შეგვიძლია გულებითაც გავაკეთოთ. ამჟამად კვერცხი. ამჟამად ჩვენ ვაკეთებთ კვერცხით. 3 კვერცხი. შაქარი გვინდა 100 გრამი. 100 გრამი. დავიმახსოვრე. ეს პირდაპირ ჩავყაროთ. კი, პირდაპირ ჩავყაროთ. საერთოდ ჯობია ხოლმე კვერცხს რო ჩაყრის, ერთგვაროვანი მასად გააკეთო ხოლმე და მე უკვე დაამატო ყველაფერი. ნუ ახლა ხوار. ხო, უბრალოდ არა თქვიფო, შემოურიე. შემოურიე. ნაზად შემოურიოთ. ციკვი მარილი. ციკვი მარილი. კრემია არ დაგავიწყდეს. всё, გაცილება. ეს ხო, რომ გაიხსნას ეს. კარგი. 100 გრამი კარაქი, რომელიც არის კუბებად დაჭრილი უკვე. ოთახის ტემპერატურით. ხო, დიდად გამაგას მნიშვნელობა არ აქვს, ცივი იქნება თუ არა, მაგრამ ხო, ჯობია რომ იყოს, ანუ საყინულიდან რომ გამოიყოთ ცოტა აცადეთ ხოლმე, რომ მოვიდეს ოთახის ტემპერატურა. კარგი. და 100 გრამი ლიმონის მილილიტრი. ესაც პირდაპირ აქ. კი. რაღაც კარგი. და აქვე გვჭირდება ლიმონის ცედრა, რომელიც აი ამ 3 ცალი ლიმონი იყო, რომ გავწურეთ წვენი დაახლოებით და მაგათივე ცედრა. ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად. მაგ მხრივ ძალიან ესეთი მარტივი ეს ეტაპი მარტივია. ორთქლის აბაზანაზე უნდა დავდგათ ახლა ეს ყველაფერი და გავაკეთოთ კრემი. დიდი დრო არ ჭირდება, ეგ უნდა გაერთიანდეს. თან ახლა ჩვენ მეტალის თასში გვაქვს და მით უმეტეს მე დიდი დრო არ დაჭირდება, მაგრამ ნუ ცოტა დრო დაჭირდება. წესით კრემი რო იხარშება, მე უკვე უნდა ინტენსიურად ურიოთ, რო არ მიიკრას და რო არ გასქელდეს რაღაც ადგილას და არ ხნას, გადაგვიცხელდეს და ითვლება, რომ ჩვენი კრემი უნდა გახდეს 80 გრადუსი. თერმომეტრი თუ გაქვთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ აი 80 გრადუსამდე არ ავიდეს თქვენი კრემი და არ გადაგიხურდეთ. თუ არა და შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვეულებრივად კოვზით. გადახურების არაფერი ეთყობა. კი ბატონო, მაშინ ეს ნელ-ნელა ურიე. მაინც ურიე, ხო, რომ უფრო სწრაფად გაიხსნება ეს ყველაფერი. მოკლედ, სანამ კარაქი გაიხსნება, შეიძლება გეგონოთ, რომ რაღაც ისე ვერ მიდის და მთავარია ერთი ის არის მთავარი რომ უკვე დუღდეს უნდა წყალი რომ ისე დადგათ ეს თასი მაგრამ ძალიან მაგრაც არ უნდა დუღდეს ოდნავ დაუწიეთ ტემპერატურას რომ იდუღოს რომ ორთქლი გქონდეს ჩვენთვის მთავარია რომ იყოს ორთქლი ახლა უკვე კარაქი როცა გადნა ურიეთ ცოტა ინტენსიურად რომ არ პანიკურად არა ინტენსიურად რა განსხვავება პანიკური აი ესეა ხო და ინტენსიური სწრაფი მოძრაობები ჩემი ინტენსიური პანიკურს გავს მაინც აი ხა ეს როგორია მოური ანუ მოკლედ მე სულ სწრაფი ადამიანისთვის ეს ხა ტანკია არ გაგისქელდეს ახლა უნდა იგრძნო გრძნობ კრემს
მოდის ოდნავ შესქელება იწყება? ჯერ ვერა. კარგი. ეგ უნდა იგრძნო. კვერცხს ვაკეთებ ომლეტს. ეხლა რა შვებით, როგორ უნდა შევამოწმოთ, მზად არის თუ არა ჩვენი? აბა. უნდა ჩავდოთ ჯოხი. მერე უნდა ესე იმას ვქნათ და აი თუ არ ჩამოიწურა, უკვე მზად არის. ანუ მზად არის. ანუ მზად არის. არც ისეთი ძნელი ყოფილა. всё, ეხლა რა შვებით? ეხლა უნდა ავიღოთ და გადავწუროთ. პირდაპირ ცხელ-ცხელი. პირდაპირ ცხელ-ცხელი. კარგი. ანუ აი ესეთი კონსისტენციის უნდა იყოს. ხო? კი. უფრო რო გავასქელოთ არ შეიძლება. უფრო გასქელებად შეიძლება, უბრალოდ მე ძალიან არ უნდა გაგისქელდეს. ეს რო გაცივდება, მე კიდე უფრო მეტად გასქელდება, ამიტომ მითხარი დამაწყნა. კი, ეს უნდა მაცივარში შევდოთ, რომ გაცივდეს. ეხლა ეს უნდა გავწუროთ, რომ იქ რაც იყო, გავცრათ. რანაირად გაცრა თხევადი მასა. საცერში რო გაქვს, ესე იგი ცრი. საწურია. აჰა, შვენიერი მასა გამოვიდა. ჯობია ხოლმე რომ გადმოიტანოთ შუშის ან კერამიკის თასში, რომ რაღაც რკინის გემო არ აყვეს ხოლმე. ხანდახან არახარისხიანი თასი თუ არის მეტალის, შეიძლება რაღაც რკინის გემო აიღოს. აჰა. ასე ლამაზად. კი ბატონო, ეხლა ეს უნდა დავგრინოთ კონტაქტურად და შევდოთ მაცივარში გასაციებლად. გაცივდა ჩვენი კრემი კურდი ლიმონის სახელი ჯერ ვერ მოუფიქრე. ხო, აი კურდი რაღაც, ხო, რაც არის მოკლედ და ახლა დავიწყოთ ცომის გაკეთება. კარგი. მახსოვს რა შაქარი და ლიმონის ცედრა უნდა გავაერთიანოთ, ხო? კარგი, შაქარი და ლიმონის ცედრა უნდა ერთმანეთში აურიოთ ხელით. აი, აქ ისინი არ დაგვრჩეს მთელი. კი, ეს არის დაახლოებით 2 ლიმონის ცედრა. ესე ვერ. კი, აი ეგრე რომ გავაკეთოთ ლიმონიანი შაქარი, ამას ესე ქვია. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე, ძალიან კარგია ეს ლიმონიანი შაქარი ფუნთუშებში, აი დარიჩინის ფუნთუშებში მაგ. ხო? რაღაც სხვანაირ სტრუქტურა შეეცვალა შაქარს. კი, შაქარს შეეცვლება. სუნით ძალიან კარგია და აი დამიჯერეთ ფუნთუშებში თუ გააკეთებთ, მართლა ძალიან ისია. ხანი უნდა ამას. არა, საკმარისია ახლა ეს ყველაფერი. ეხლა ჩავაყაროთ ფქვილი. და კარგი. ხო, ეხლა ფქვილი. ჯერ უნდა ფქვილოვანი მასა გაკეთდეს და მე უკვე კარაქსიზა. ესაც ხელით. ესაც ხელით, კი ბატონო. ეს შეგიძლია კოვზით შემოურიო ან ხელით ქენი, კი ბატონო. ეს უნდა გაერთიანდეს ახლა. გავაერთიანოთ და ახლა ჩავაყაროთ. კი ბატონო. ახლა უკვე დავამატოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი. ცივი, იმიტომ რომ უფრო კარგად აი სიბოს და ესაც ხელები. ხო, და ეს ქენი რომ ქვიშასავით გახდეს უნდა. ქვიშაში ვთამაში. კი, ქვიშაში თამაშობ. სანამ შენ ამას აფხვიერებ, მე გავაკეთებ კვერცხის და რძის კი ბატონო. ნაზავს. აი რა კარგია, როცა რა თქმა უნდა, ერთად მუშაობ. გჭირდება 2 კვერცხი. და 120 მილილიტრი რძე. და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაერთიანოთ. და მე რა ყველაფერს ამაში ვამატებთ? არა. ერთად არ ვამატებთ. ეს ჩვენი მასა. უკვე გაფხვიერდა ერთგვაროვანი გახდა, ანუ ეს კარაქის მთლიანად არის. და ციყვი მარილი. არა, ამას ციყვი მარილი კი არ უნდა. აი ამას ესენი უნდა ჩემო დაიკო. ამას ციყვ მარილთან ერთად უნდა კიდე 8 გრამი გამაფხვიერებელი. ხო, ამას გვიმალავდი მე. ესაც აქ შევაფხვიე. კი ბატონო. და კაი ციყვი მარილი. კარგად გაგახსენდა ციყვი მარილი. და გამაფხვიერებელი დასუშვებად სომს შეგიძლია მითხრა. აფხვიერებს. გონი ამას ეყოფა რა? კი ბატონო, ამასაც ეყოფა. ეხლა რა ვქნა? ახლა რა უნდა ვქნათ? აი ჩვენი მთლიანი ცომის მასა. ფხვიერი მასა, მოდი ესე დავარქვათ. გადავანაწილოთ 2 თასში, სადაც ერთში იქნება 2/3 მასის, ერთში 1/3. ამაში რა დავტოვოთ 2/3 და 1 კი ბატონო, ეგრე ვქნათ. ეს თვალის ზომით? კი.
შეგვიძლია ავწონოთ თუ ძალიან პერფექციონისტები ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია თვალის ზომით. ნახე რა ხდება, ეს იქნება ძირითადი მასა, რომელიც ჩაესხმევა გამოსაცხობ იმაში თასში და ეს იქნება მასა, რომელიც მოეყრება უკვე ზევიდან. რომელი იხრაშუნებს? ეს. მაგრამ ესაც გვჭირდება, რომ ძირი იყოს. შეხედე ყალიბს? ხო, გვეყოფა ეს. კარგი. გეყოფა. გეყოფა არ გინდა 2/3 და 1/3. ეს იმედია ხელით აღარ უნდა მოვურიო. არა, ეს არ უნდა მოვურიო ხელით. კოვზით? მოვურიე კოვზით. კარგი. ჩავასხათ მასა. გაერთიანე. და ამას ჩვენ უნდა დავამატოთ კიდე ლიმონის წვენი. ნამდვილად 2/3 იყო, ხო? აი, შენი ხათრით ცოტას გავიგებ. მოიცადე? აჰა, ბევრიც რო აქვს. გადმოვიტანოთ ახლა ეს მასა 2/3, რომელიც გავაერთიანეთ შაქარი, ძესთან და კვერცხთან ერთად. გამოსაცხობ მთლიანად. ეს მასა მთლიანად. კარგი. კარგად გადავასვით. თანაბრად 20-25. 24. 20-20-შიც 20-20-შიც გამოვა, მე ვფიქრობ, რომ ცოტა მეტშიც შეიძლება გამოვა. რგვალშიც გამოვა. და ეხა ეს კურდი უნდა ჩავდოთ. ეხა ეს ჩვენი კურდი უნდა დავდოთ. კურდი ესე? ჩვენ დიდათ არ ვაცადეთ ამას გაციება და ოდნავ თხელია, მაგრამ ნუ არა უშავს. ანუ ბევრიც არ უნდა, დაახლოებით უნდა სადღაც 250 გრამი. დაახლოებით, მაგრამ ნუ თვალის ზომით და ეხლა რადგან კოვზით ესე ქენი, რომ მთლიანად ახლა შვებით, აი ამ ჩვენ მასას, რომელიც იყო 1/3, უნდა დავამატოთ ოდნავ ლიმონის წვენი, ოდნავ წამი. ეხლა ნახე რა ხდება. უნდა ეცადო რომ მიიღო ცოტა ესეთი სქელი მასა. ხო, ანუ რომ მე ზევიდან მოვაყაროთ. კარგი. შევეცდებ. აბა ნახე როგორია. არა უნდა. არა, ნახე. ნარი, მიდი. აი ცოტაც უნდა, აი ცოტაც ნახე. მე ძალიან ერთგვაროვანი ის გექნება. თლიან. უნდა აი ეგეთი უნდა იყოს, რომ აი ათმა ნახე. აჰა. ხო. აი ესეთი და დააკრი. თუ გაქვთ ნუშის ფანტელი, შეგიძლიათ ნუშის ფანტელიც მოაყაროთ. მიდი, ახლა მოატეხოსავით, უნდა დაატეხოსავით, რომ აი ეს ხო ნაკუწები იყოს, რომ აჰა, გასაგებია. ანუ ეს თუ ცოტა გაგით მეტი სითხე თუ უქენი და თხელი გახდა, მე ესეთი აღარ იქნება და მთლიანი მასა გამოგივადა. ეს უნდა ეს თითქოს ტეხავ რა. ნუშის ფანტელი ჩვენ არ გვაქვს და ვერ ვაყრით, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იმაში ფანტაზიაში წარმოვიდგინოთ, რომ მოვაყრით. და ეს უნდა შევდოთ ახლა 185 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოვაცხოთ დაახლოებით 35-40 წუთი. გამოცხო ჩვენი ნამცხვარი, ლიმონის ნამცხვარი, ლიმონის კრემიანი ლიმონის ნამცხვარი და ახლა დავჭრათ და დავაგემოვნოთ გაციება ცოტა ვაცავლეთ. ბოლომდე ვერა თბილია. მაგრამ თქვენ აცადეთ ჯობია იმასაც და ამასაც. მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თბილიც მიირთვათ. ჯერ ვნახოთ. კარგი. რა გემრიელია. ანუ ისაც ციტრუსი და ლიმონი გიყვართ ხო? მე. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ფორთოხლით, მანდარინით, ლაიმით. ლაიმი თავის გემოზე წაიყვანს ცოტა. ფორთოხლის კრემით ძალიან გემრიელია. გვეყოფა. დასდევ. დავემშვიდობოთ ხალხს. უთხრათ კიდევ ერთხელ რომ უნდა გამოიწერონ ჩვენი არხი და გამოაცხონ ჩვენთან ერთად. ჯერ არ გამოუწერიათ? ვისაც ჯერ არ გამოუწერია. აუცილებლად გამოუწერეთ, გამოაცხეთ, იმიტომ რომ
ცუც არ გირჩევთ. ცუცაც არ გირჩევთ და ისე დეტალურად გვასწავლის ჩემი დაიკო, რომ ვისაც არ უნდა და არ ეხერხება, იმასაც კი გამოვა. ნამდვილად. ასე რომ შემდეგ რეცეპტებამდე. ვაიმე, ძალიან გემრიელი. შემდეგ რეცეპტებამდე ნახვამდის.